გასულ კვირას საქართველოში კერძოდ აფხაზეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა. ჩვენ არ მონაწილეობდით, რა თქმა უნდა, ამ აღმოჩენაში, მაგრამ აღმოჩნდა კიდევ ერთი წარწერა გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანუხვაში. ძველი ქართული წყაროებით მას აინახვი ქვია და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა არა მარტო ქართული კულტურის ისტორიისთვის, არამედ როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს კულტურა, რომელიც აინახვის მონასტერში არის შექმნილი, არის იმ გარკვეული სოციუმის მიერ შექმნილი, იმ საზოგადოების მიერ შექმნილი, რომელიც ამ რეგიონში ცხოვრობდა კონკრეტულ მოცემულ მომენტში. თვითონ ტაძარი, აინახვის ტაძარი, ანუ ანუხვის ტაძარი მე-11 საუკუნით თარიღდება. დათარიღებულია ის საკმაოდ მყარად, როგორც ხელოვნებათმცოდნეების მიერ, ასევე ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის მკვლევრების მიერ და წარმოადგენს საკმაოდ ფართო, ესე ვთქვათ, არეალზე განფენილ სამონასტრო კომპლექსს, რომელიც მხოლოდ ერთ ტაძარს არ უნდა წარმოადგენდეს. ეს არის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედიოდა როგორც ჩანს რამდენიმე ტაძარი. მინიმუმ 2 მაინც შედიოდა, ერთი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მეორე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე აგებული ტაძრები. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას იძლევა წერილობითი ძეგლები, კონკრეტულად ეპიგრაფიკული ძეგლები, ანუ წარწერები, რომლებიც ქვაზე, ასე ვთქვათ, მაგარ მასალაზე, ანუ ლაპიდარული წარწერებია ესენა, მაგარ მასალაზე გაკეთებულ წარწერებს წარმოადგენენ. რატომ არის ამ წარწერების, რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა? იმიტომ რომ ეს არის ძეგლის ენა, ანუ რა ენაზე საუბრობს ძეგლი. ანუხვის ძეგლი, ანუ აინახვის სამონასტრო კომპლექსი საუბრობს ქართულ ენაზე, რადგანაც აქ გასული, ასე ვთქვათ, კვირის აღმოჩენამდე, კარგახნით ადრე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გამოვლინდა 9 სტრიქონიანი წარწერა, ასევე გამოვლინდა მეორე წარწერა, რომელიც მოგვითხრობს, რომ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე იყო აგებული ტაძარი და პირველი ტაძარი 9 სტრიქონიანი პირდაპირ მივხვდეთ, რომ ეს იყო წმინდა გიორგის სახელობის. ანუ გამოდის, რომ დიდ სამონასტრო კომპლექსთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელშიც 2 ტაძარი იდგა. ამ ტიპის სამონასტრო კომპლექსი ჩვენ მაგალითად გელათის ტაძრის სახით გვაქვს, სამონასტრო კომპლექსის სახით გვაქვს. ანუ დღეს ანუხვიდან ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ლაპიდარული წარწერა, მათ შორის არის ანუხვის ქვაჯვრის წარწერა, ანუ ანუხვის სტელა, მეორე არის ანუხვის სვეტის წარწერა, მესამე გახლავთ ანუხვის ჯვარცმის წარწერა, აქ არის ქრისტეს ჯვარცმა გამოსახული და ჯვარცმაზე არის გაკეთებული ქართულ ენაზე წარწერა, აჰამეუფე ჰურიათა და შემდგომ არის ბერძნულ ენაზე იგივე შინაარსის წარწერა გაკეთებული და მეოთხე გახლავთ წარწერა, რომელიც აღმოჩნდა 2015 წელს, ეს არის ბეჭედზე გაკეთებული წარწერა, რომ ეს ბეჭედი ეკუთვნის ანუხვის, აინახვის მონასტერს. თვითონ ტერმინი აინახვი, ისე ვთქვათ, ამ ტერმინზე ალბათ ენათმეცნიერები ისაუბრებენ, საიდან მოდის, მაგრამ ძალიან, ესე ვთქვათ, ქართველური სამყაროს ტერმინია. ქართველურ სამყაროში, რა თქმა უნდა, გულისხმობ ქართველურ, ასე ვთქვათ, მეგრულ, ზანურ და სვანურ ენებზე არის აქ საუბარი და საინტერესო არის ეს იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით ეს ძეგლები ცალკე კვლევის, ესე ვთქვათ, საგანია, იმიტომ რომ განსაკუთრებული დამწერლობის, განსაკუთრებული სახით არის შესრულებული, კონკრეტულად კიდურწაისრული დამწერლობის ძეგლს წარმოადგენს 9 სტრიქონიანის წარწერა. 9 სტრიქონიანი წარწერის ხელოვნებითი დამწერლობით შექმნა ცოტა რთული საქმეა. ეს ორხაზოვანს აწერ ბადეში, მზის მკაცრად ეს კიდურწაისრული დამწერლობის ძეგლები და კიდურებზე ისრები არის დამატებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოსტატს, ქვის კალიგრაფს საკმაოდ დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამ ტიპის ხელოვნების ძეგლი შეექმნა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო დამწერლობის ძეგლთან კი არა გვაქვს საქმე, ანუ საქმე გვაქვს ხელოვნების ძეგლთან. ამავე დროს და ეს ხელოვნების ძეგლი არ არის მარტო ტაძარი, ხო? არის თვითონ წარწერა, ქვა, რომელზეც არის ამოკვეთილი ეს წარწერა. ეს პირველად აღმოჩნდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, გამოქვეყნდა არქიმანდრიტ ლეონიდეს წიგნში, შემდგომ დაიკარგა ეს წარწერა, მიეფარა თვალთ და არ იყო, ესე ვთქვათ, ქართველი მეცნიერების არეალში, მაგრამ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აფხაზმა იოსებ აძიმბამ აღმოაჩინა ისევ თავიდან ანუხვაში და ჩამოიტანა
გაიტანა სოხუმში და სოხუმში მუზეუმში იყო ეს გამოფენაში 1938-1992 წლებში. მეც მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს ორი წარწერა იყო გამოფენაში. ეს ულამაზესი კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული წარწერა, რომელშიც დასახელებული არის გიორგი ბასილისძე, მისი მამა, მისი ძმები მერკილე, დემეტრე და მათ სახელზე, წმინდა გიორგის სახელზე მათ სალოცავად აშენებს ამ ტაძარს. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, წმინდა მიქაელ და გაბრიელ თავარანგელოზების სახელზე აგებულ და ამ წარწერას ეს აღმოჩნდა მოგვიანებით და ეს წარწერა არის სვეტზე, მრგვალ სვეტზე, ირგვლივ შემოუყვება და აწერია წმინდა გაბრიელ და მიქაელ თავარანგელოზები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეორე ტაძარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქ წმინდა მიქაელ და გაბრიელ თავარანგელოზების სახელზე აგებული. წმინდა გიორგის სახელობის რომ იყო ერთ-ერთი ტაძარი, ამაზე კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად მიუთითებს ჩვენი ბეჭედი, რომელიც 2015 წელს აღმოჩნდა და რომელიც ვიქტორ ჩხაიძემ წაიკითხა და გამოაქვეყნა ჯერ რუსულ ენაზე და შემდგომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემაში გამოქვეყნდა და ყველა ამ ტაძრების, ამ წარწერების ესე ვთქვათ ერთობლივი პუბლიკაცია არის წარმოდგენილი ჩვენს მიერ ქართულ წყაროწოდებაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ პირველად თვითონ ტაძრის ტექსტი, წარწერის ტექსტები არის ვალერი სილოგავასთან გამოქვეყნებული 1980 წელს და ამ ტექსტების, ესე ვთქვათ, ისტორიულ წყაროწოდებითი ღირებულება არის ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ჯერ სადისერტაციო ნაშრომში, შემდგომ მონოგრაფიაში. ეს წარწერები, აი ეს კონკრეტულად ბოლოს აღმოჩენილი წარწერა მიუთითებს იმაზე, რომ აქ დიდი საეკლესიო ცენტრი იყო. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყოფნის დროსაც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში უკვე ჩანდა, რომ ანუხვის მონასტრის ადგილზე, ანუხვის, ესე ვთქვათ, რეგიონში დიდი სამონასტრო ცენტრი იყო, იმიტომ ძალიან ბევრი ძველი, ესე ვთქვათ, კულტურული ნაშთი ჩანდა, საეკლესიო თვალსაზრისით ჩანდა აგრეთვე გარეთა ყორე აი ამ ძეგლის, ანუ ესე იგი საუბარი არის თავდაცვით ზღუდეზე, რომელიც საეკლესიო ცენტრებს აქვს ხოლმე და ერთმანეთისაგან დაშორებული, ესე ვთქვათ, მოშორებით ერთმანეთისაგან საეკლესიო ნანგრევები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აი აქ დიდი სამონასტრო ცენტრი იყო. ახლა ერთი ტაძარი, სხვა არის და სამონასტრო ცენტრი უკვე იქ შიგნით მიმდინარეობს დიდი კულტურული საგანმანათლებლო საქმიანობა და ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით აი ამ მონასტერთან დაკავშირებით რა დიდი საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობდა, მაგრამ კულტურული საქმიანობა ჩანს უკვე აი ამ წარწერებით. ეს 5 წარწერა საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ აი ამ მონასტრის დიდ კულტურულ, ესე ვთქვათ, მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით მე-11 საუკუნის ისტორიაში. ახლა წარწერების დიდი ნაწილი და მათ შორის ჯვარცმა ქრისტესი, რომელიც არის გამოსახული აქ და მე მინდა გითხრათ, რომ ჯვარცმის გამოსახულებიანი ფილები დამახასიათებელია ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის და ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან უფრო, ესე ვთქვათ, რელიეფური ჯვარცმები არის წარმოდგენილი, ვიდრე დასავლურ სამყაროში. რელიეფური ჯვარცმები ჩვენ არაერთ მონასტერში გვაქვს, გარდა ამისა თვითონ ეს ანუხვის ქვაჯვარი, რომელზეც 9 სტრიქონიანი წარწერა არის ამოკვეთილი, აი ეს ქვაჯვარი არის ვაზისგან, მე თქვენ ალბათ აჩვენებთ მაყურებლებს ამას, ვაზი არის გამოსახული ზედა. ხა ვაზი საქართველოში არის ქართული იდენტობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, ისევე როგორც ღვინის ქვეყანა რომ ვართ, ეხლა უკვე აღიარებული არის და ბუნებრივია, რომ ვაზის ფოთლების გამოსახვა, ვაზის თვითონ ყურძნის გამოსახვა და ასე შემდგომ ეს ყველაფერი არის ქართული ქრისტიანული კულტურისათვის და უფრო ადრე წარმართულ კულტურისთვისაც დამახასიათებელი მოვლენა იყო, როგორც ჩანს. ანუ ამას ღრმა და დიდი ფესვები აქვს იქ წინარე საუკუნეებიდან. თვითონ ეს წარწერა, რომელიც ახლა აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ძეგლმა, რომ მე ვარ ქართული სამყარო. ძეგლი გესაუბრება თვითონ. რატომ ვამბობთ, რომ ძეგლის ენა? ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რა ენაზე გესაუბრება ძეგლი. ხელოვნებაცოდნეები მაგალითად ტაძრებს სწავლობენ ხელოვნებაცოდნეობითი თვალსაზრისით, ჩვენ ეპიგრაფიკოსები და პალეოგრაფები ვსწავლოთ ენის თვალსაზრისით, რა ენაზე გესაუბრება ენა.
ისა ძეგლი საუბრობს ქართულ ენაზე. იქ არის ერთი აჰამეუფე ხურიათა ჯვარცმაზე, არის ბერძნულ ენაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბერძნული ენა და ბერძნული დამწერლობა ჩვენთვის არ იყო უცხო, რადგან ჩვენ ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყანა ვართ. მთელი საქართველოა ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყანა და არა მარტო საქართველო, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში მეორე ქრისტიანული ქვეყანა სომხეთიც არის ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყანა და ჩვენ ვამაყობთ ამით. როგორც ჩვენზე მოახდინა ბიზანტიამ გავლენა კულტურული თვალსაზრისით და ისტორიული თვალსაზრისით, ასევე ჩვენც ვახდენდით იქ დიდი გავლენას, მაგალითად ჩვენი უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი მოგიხსენებათ ბიზანტიაში მოღვაწეობდა და მან თავისი საქმიანობით არა მარტო ქართულ კულტურას, არამედ ბიზანტიურ კულტურასაც დაამჩნია თავისი კვალი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოში არა მარტო აფხაზეთში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში მე-9 საუკუნემდე უამრავი ბერძნული წარწერებია და მოგვიანო პერიოდითაც და თქვენ ახლაც შეგიძლიათ ნახოთ ქართულ ტაძრებში ბერძნულ ენაზე განმარტებითი წარწერები. ეს არის, იმიტომ რომ ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყანა ვართ და ქრისტიანული, ესე ვთქვათ, თვალსაზრისით ჩვენ ბიზანტიურ კულტურას ვეკუთვნოდით, ხო? ძალიან კარგი გამოთქმა, რომელიც გამოვიყენე უკვე ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ არ გვირკვევს ის ფაქტი, რომ დაუშვათ აფხაზეთში ბერძნული წარწერები არის აღმოჩენილი, თუმცა ეს წარწერები გაცილებით ნაკლებია ქართული წარწერებზე. 100-ზე მეტი ქართული წარწერა აღმოჩენილი, როგორც ლაპიდარული, ანუ ქვაზე გაკეთებული, ასევე ჭედური და ფრესკული, ანუ საღებავით შესრულებული წარწერები და სხვა თემა არის კიდევ, მინდა გითხრათ, წარწერები, რომელიც არის ლითონზე შესრულებული და ეს ლითონზე შესრულებული წარწერები არის როგორც ხატებზე, ჯვრებზე, ფულზე, ნუმიზმატიკა მაგალითად, ხო? ნუმიზმატიკურ ერთეულებზე, ხა დავით აღმაშენებლის მონეტა არის აღმოჩენილი, გიორგი მეორის მონეტა აღმოჩენილი, ლიხნის განძი, გაგიგიათ ალბათ, ლიხნის განძი, ცალკე უზარმაზარი საუბრის თემა არის, ლიხნის განძში არის აღმოჩენილი ქართული წარწერები, მონეტები, ბაგრატ მეოთხის მონეტები და გიორგი მეორის მონეტები. იქ მართალია ბიზანტიური მონეტებიც არის, მაგრამ მე ვამბობ, ბიზანტიური მონეტები საქართველოში ყველგან არის ნაპოვნი, ხო? ისევე როგორც მაგალითად არაბთა ბატონობის პერიოდიდან ჩვენთან შემორჩენილი არის არაბული მონეტები და ასე შემდგომ. ანუ კულტურული, ისტორიული საქართველო არ იყო ჩაკეტილი ქვეყანა და ბუნებრივია ეს კულტურული, ისტორიული გავლენა, ნათესაობა და უშე თქვათ გარკვეული კულტურული ელემენტების აღება სხვა კულტურიდან და ჩვენგან გარკვეული ელემენტების გასვლა სხვა კულტურაში, ეს ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის ესე თქვათ ჩაკეტილი რელიგია, ეს არის კოსმოპოლიტური რელიგია, მინდა გითხრათ და ისევ დაუბრუნდები ანუხვის მონასტერს. ანუხვის მონასტერი ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი და საეკლესიო, ესე ვთქვათ, მნიშვნელობის არის, თვითონ ეს ბოლო წარწერა პირველთაგან იყო სიტყვა, მიუთითებს იმას, რომ აქ დიდი ძმობა იყო, რომელიც ესე ვთქვათ, სასულიერო ცხოვრებას ეწეოდა. თუ მე დარწმუნებული რომ თუ გაგრძელდება გათხრები, კიდევ უფრო მეტი წარწერა აღმოჩნდება აქ და მეტი კულტურული, ესე ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი და არტეფაქტი შემოვა სამეცნიერო მიმოქცევაში, რომელიც დაგვეხმარება გაცილებით მეტი ვისაუბროთ ანუხვის ტაძარზე და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე და სამონასტრო ცენტრზე უკაცრავად. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ძველ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ქრისტიანულ ქვეყნებში მონასტრები წარმოადგენდა თავარ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრებს. იგივე ვითარებაა ჩვენთან. აი გელათის სკრიპტორიუმი ცნობილია, ხო? მცხეთის, შიომღვიმის, აი მსგავს ძეგლთან გვაქვს ჩვენ საქმე. ჩემი აზრით, ჩემი ერთი კონკრეტული ეპიგრაფიკის მკვლევრის აზრით, ანუხვის მონასტერი, ანუ აინახვის მონასტერი იყო ქართული სკრიპტორიუმი აფხაზეთში, ისევე როგორც მოქვის მონასტერი, დიდი სკრიპტორიუმი იყო, ბედიის მონასტერი. ამ მონასტრებში არსებობდა წიგნსაცავები, სადაც მიმდინარეობდა ძველი ქართული ხელნაწერების გადანუსხვა, გადაწერა, ახალი და ორიგინალური ხელნაწერების შემოტანა და ასე შემდგომ. ეს არის უზარმაზარი საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები აქ ეწეოდნენ და ამას მოსული ადამიანი არ აკეთებს. ამდენ ცენტრს ვერ ქმნის მოსული ადამიანი და თან გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ აფხაზთა მეფეები, რომელზეც ჩვენ აპელირებას ვაკეთებთ, რომ ესენი
ჩვენ არა ჩვენი ოპონენტები აკეთებენ რომ ესენი არ იყვნენ ქართული სამყაროს და ქართული კულტურული სამყაროს ნაწილი აფხაზთა მეფეთა მიერ ჩვენამდე მოღწეული ყველა ეპიგრაფიკული ძეგლი გარდა ერთისა ქართულ ენაზეა დაცული აფხაზთა მეფეთა გენეალოგია საიდან წერენ მაგალითად ჩვენი კოლეგა აფხაზი მეცნიერები წერენ წიგნიდან რომელსაც ქვია მეფეთა დივანი და ეს მეფეთა დივანი მოგვითხრობს აი ამ აფხაზთა მეფეებზე რომელ ენაზეა დაცული ქართულ ენაზე რამდენიმე ქართულ ენაზე არის რამდენიმე საგვარეულო მატიანე დაცული ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანე ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე ძეგლი ერისთავთა დაცული არის ჯაყელთა ფეოდალური საგვარეულო მატიანე რომელიც ჯაყელების ისტორიაზე მოგვითხრობს დაცული არის მესხური დავითნის მატიანე ეს არის ჯაყელების საგვარეულო მატიანე და არის აბუსერიძეთა საგვარეულო მატიანე და არის მეფეთა დივანი რომელიც მოგვითხრობს ეგრის აფხაზეთის მეფეთა ისტორიას რომელ ენაზეა დაცული ქართულ ენაზე ქვის კალიგრაფიული სკოლა არსებობდა საქართველოში, რომელსაც ქვია კიდურწაისრული სკოლა, კიდურწაისრული ქვის კალიგრაფიის სკოლა და სხვათა შორის მინდა გითხრათ ეს ქვის კალიგრაფიული სკოლა საქართველოში პირველად აფხაზეთში ჩნდება. და გიორგი მეორე აფხაზთა მეფეს რომ ეძახიან ესენი რომელიც 952-957 წლებში მეფობდა, სწორედ მისი წარწერა გვაქვს ჩვენ ხუაფიდან რომელიც აშენებს ამ დროს წმინდა ნიკოლოზის სახელზე ტაძარს ხუაფში და წარწერას აკეთებს ქართულ ენაზე კიდურწაისრული დამწერლობის. შეუძლებელია ეს კიდურწაისრული დამწერლობის სკოლა გაჩენილიყო აფხაზეთში, თან ქართულ დამწერლობაში, ისე რომ იქ ქართული მოსახლეობა არ ყოფილიყო. და კიდევ ერთ საინტერესო დეტალი 100-ზე მეტი წარწერა თქვენ გონიათ საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში მეტია აღმოჩენილი აი ჯავახეთში არის მაგალითად 200-ზე მეტი 221 და პლუს კიდე 8 წარწერა აღმოჩნდა ახლა წავიდა 250-ზე გამიდის უკვე ხო ჯავახის წარწერები აქ 100-ზე მეტია აღმოჩენილი პლუს აფხაზთა მეფეთა დივანი რომელიც პირდაპირ გიყვება ქართულ ენაზე ეგრის აფხაზეთის მეფეების ისტორიას ჩვენ არ ვუარყოფთ იმას, რომ იქ აფხაზები არ ცხოვრობდნენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ქართული პოლიტიკური, კულტურული სამყაროს ნაწილი. და რომ ის აფხაზები, ვინც იქ ცხოვრობდა, ქართულ ენაზე წერდნენ, კითხულობდნენ და ქართულ ენაზე საუბრობდნენ და ქართულ ენაზე ლოცულობდნენ. იმიტომ რომ სხვა გზა იქ არ არის, სხვა ენა იქ არ ფიქსირდება თვინიერ ქართულისა. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხო? და იმის რომ გაიარა ვიღაცამ და ჩანაწერი გააკეთა, ეს არის გულუბრყვილო ახსნა კი არა, არამეცნიერული, ალბათ ძალიან ცოტა ამაზე თქვა. ეს არის უბრალოდ არასწორი ახსნა იმისა, რომ გინდა თავი აარიდო შენ რეალობას. რეალობა ის არის, რასაც გვეუბნება. ძეგლი თვითონ გესაუბრება, 5 წარწერა არის ამ ძეგლიდან. 5 წარწერა, კი არა, ერთი წარწერა არის საკმარისი, თუნდაც ის ერთი 9 სტრიქონიანი წარწერა არის მაჩვენებელი იმისა და გეუბნება იმას, რომ აქ იყო წმინდა გიორგის ტაძარი, რომ ეს რეგიონი, სადაც ის ჯერთი და ტაძარს ვერ აშენებდა, ვიღაცა მოსული სხვა. ტაძარს აშენებს ადგილობრივი ფეოდალი საკუთარ მამულში. გიორგი ბასილისზე. თავის ძმების სალოცავა და მამის სულის მოსახსენიებლად აშენებს, ხო? ბასილი მამამისია. დემეტრე და მერკილე მისი ძმები არის. ანუ ეს არის ერთი მსხვილი ფეოდალური სახლი, რომელიც ცხოვრობს ამ რეგიონში და თავის მამულში აგებს ამ ტაძარს და ქმნის უზარმაზარ სამონასტრო კომპლექსს. როგორც ჩანს, იქ ადრე არსებობდა სამონასტრო კომპლექსი და ძეგლი, ტაძარი იყო და სამონასტრო კომპლექსი მერე იქნება, იმიტომ რომ მე-14 საუკუნეში უკვე იქ ჩანს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ტაძარიც. ბატონი თუ როგორ მივმართო არ ვიცი, დოროთე დბარი არის ჩავთვალოთ ჩვენი სასულიერო მიმართულებით მეცნიერია. და თუ მან ქართული წერა-კითხვა იცის, იმედია რომ მან იცის რა არის პირველთაგან იყო სიტყვაი. ეს მისი მნიშვნელობა მან აუცილებლად იცის. და იცის ამ ძეგლის მნიშვნელობაც შეუძლებელია სასულიერო პირი, რომელიც მღვდელი ხდება და აი ამ ხარისხში ადის, მან არ იცოდეს რა არის პირველთაგან იყო სიტყვაი. რა არის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქრისტიანისთვის. და ვისთვის იწერებოდა ეს? წარწერა, რომელიც კეთდება,
5 წარწერა კეთდება და ვისთვის კეთდება ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც სრულიად უცნობი არის ამ რეგიონისთვის. და ან დააკეთებს ის ადამიანი, ვინც რეგიონისთვის და უცნობ ენაზე გააკეთა წარწერა. ჩავიდეთ მაგალითად, ჩვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჩავედით რომელიმე უცხო ქვეყანაში და იქ გავაკეთეთ წარწერა ქართულად. ხომ შეუძლია რა წარწერა შეიძლება გამაკეთებინოს, მაგრამ 5 წარწერა, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მე აღვაშენე ტაძარი ესე, სამკვიდრებლად ძმისა და მამისა ჩემისა. ვინ არის ეს ძმა და ეს მამა იქვეა დასაფლავებული მამამისი და სავარაუდოდ ეს გიორგი ბასილიძე და მისი ძმები დემეტრე და მერკილეც იქვე არიან დასაფლავებული. ეს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების წარწერა მე-14 საუკუნეში რატომ კეთდება? იმიტომ ეს არის დიდი სამონასტრო ცენტრი, გაფართოვდა როგორც ჩანს კულტურული საქმიანობა ამ რეგიონში, ჩემი აზრი არის ასეთი და ამ გაფართოებამ და მრევლის რაოდენობამ მოითხოვა ახალი ტაძრის მშენებლობა. ერთი ტაძარი იყო როგორც ჩანს წმინდა გიორგის სახელზე და აიგო მეორე ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეც. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დიდი გრანდიოზულ სამონასტრო ცენტრთან გვაქვს ჩვენ საქმე. მე მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი და სწავლობდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვიპოვე, ნახეთ ეს ჩვენ ეს ძეგლი თავის დროზე დავათვალიერეთ ჩემს მეგობრებთან ერთად, მაშინვე ვიფიქრე, რომ აქა კარგი იქნებოდა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სწავლობდით უკვე ვიცოდით, რომ ეს ძველი ნაშთები, ძველი არტეფაქტები, რომელიც მიწის ზემოთ ჩანს, თუ ფართოდ არის, ესე ვთქვათ, განფენილი მიწაზე, ის მოითხოვს აუცილებლად არქეოლოგიურ გათხრას. მაშინვე ჩანდა, თან უკვე აღმოჩენილი იყო იქ 3 წარწერა, ხო? და ეს 3 წარწერა საკმარისი იყო იმისათვის, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარებული იყო და კარგი იყო ეს თავის დროზე გაკეთებული იყო და ეს აღმოჩენები და შეიძლება მეტი აღმოჩენებიც მომხდარიყო აქ. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთიდან რამდენიმე წარწერა აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომაც გამოჩნდა, მაგალითად გარის რაიონის გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩორში აღმოჩნდა ერთი წარწერა, კიდევ აღმოჩნდა სოფელ ბარღებში აღმოჩნდა რამდენიმე წარწერა ერთი სიტყვით ოკუპაციის შემდგომ შემოსული სამეცნიერო მიმოქცევაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი ეპიგრაფიკული კვლევის არეალი არ გამხდარა ისე, რომ ჩვენ იქ ეპიგრაფიკული ექსპედიციები არ გაგვიხორციელებინა, ჩვენ ვერ მოვასწარით ეს. ჩვენ შევისწავლეთ აფხაზეთი ეპიგრაფიკული თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ყველა ის მასალა, რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო ხელოვნებაცოდნეების მიერ, რომლებიც ტაძრებს სწავლობდნენ და არა წარწერებს და შევისწავლეთ შორიდან ეს ყველაფერი და გარდა ამისა ყავდა კიდევ იქ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც ძეგლზე გადიოდნენ და მუშაობდნენ აი ამ წარწერების ფოტოგრაფირებაზე. ანუხვის წარწერა თანაკურსელებთან ერთად გამოფენაში ვნახეთ დიმიტრი გულიას სახელობის მუზეუმში. და ჩვენ სპეციალურად დავეკითხეთ იქვე კურატორს, დარბაზს ხომ ყავს კურატორი, რა ენაზე არის ეს წარწერა თქო, რა თქმა უნდა რუსულად ვკითხეთ, იმიტომ რომ შიგნით ქართველი არავინ არ მუშაობდა მუზეუმში. და ესო არაბულ ენაზე არის. არა ჩვენ ხედავთ ახლა რომ ასომთავრულით არის და ჩვენ ასომთავრულს სწავლობდით უნივერსიტეტში, ცხონებული სოსო ადამია გვასწავლიდა და წარწერა არის ასომთავრულით. მოგვატყუა რომ ეს არის არაბულად შესრულებული წარწერა. დიახ, აი ამ 9 სტრიქონიან წარწერაზეა საუბარი, მთელ სტელაზეა ესე გამოსახული და ქვა ჯვარს ვეძახი მაიოს, იმიტომ რომ ჯვარიც არის გამოსახული და ამ ჯვარს თან ახლავს აყვავებული ვენახი. და არის, სხვადასხვა მე ვთქვი მგონი ჩვენს იმაში, რომ აი ვენახი არის საქართველოსთვის ბევრგან არის. წარმართულ ძეგლებშიც კი ხდება ჩვენ ვენახი, რატომ? იმიტომ რომ უძველესი დროიდან ვენახის კულტურა იყო გავრცელებული და ბუნებრივია რომ ჩვენთან ეს კულტურა არის. აუცილებლად მინდა ვთქვა, რამდენად კომპეტენტურია ეს ექსპედიცია, ეს საკითხი ისმის, რა თქმა უნდა, დორეთ ბარა უდავოდ განათლებული ადამიანია და მან იცის ამ ძეგლის მნიშვნელობა და ღირებულება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ამ ძეგლის, ანუ ანუხვის ძეგლის არქეოლოგიურ გათხრებზე ერთი ქართველიც არ მიიწვია, ეს დიდ უხერხულობას იწვევს, ძალიან დიდ უხერხულობას.
იმიტომ რომ პირველი ის რომ ამ წარწერას გამშიფრველი ჭირდებოდა აუცილებლად პროფესიონალ გამშიფრველზე არის საუბარი, რომელიც იმიტომ რომ წარწერების გაშიფრას არქეოგრაფიული აღწერილობას გაკეთება მოსდევს, ანუ მთელი ესე ვთქვათ ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის რომ ეს წარწერა სამეცნიერო მიმოქცევაში, აკადემიურ მიმოქცევაზეა საუბარი შემოვიდეს, ხო? ამისათვის საჭირო არის პალეოგრაფი. ამისათვის საჭირო არის თვითონ ძეგლის არქიტექტურული თვალსაზრისით შესწავლა და მე მეეჭვება რომ ეს მათ იცოდნენ, იმიტომ რომ ამის არ ცოდნამ ბაგრატის ფრესკის გაფუჭება გამოიწვია. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, რომელზეც თვითონაც ამაყობენ და ძალიან დასანანია რომ ეს ფრესკა შელახული იქნა და დღეს ფაქტობრივად არ არსებობს. ცუდ მდგომარეობაშია. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ძეგლზე სხვა წარწერაც აღმოჩნდა. ეხლა აქ ჩანს მარტო ერთი წარწერა. დარწმუნებული ვარ ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს ვიყავი 90-იანი წლების დასაწყისში დარწმუნებული იმაში რომ აქ სხვა წარწერები უნდა აღმოჩენილიყო. სამი წარწერა ჩანდა მაშინ. მეოთხე 2015 წელს აღმოჩნდა, მეხუთე ახლა აღმოჩნდა. ჩანს რომ ეს არის დიდი კულტურული ძეგლი, სადაც ხდებოდა ხელნაწერების განახლება, სადაც დიდი ბიბლიოთეკაც იყო, როგორც ჩანს, ეს აუცილებლად გამოჩნდება სხვაგან, იმიტომ რომ კვალს დატოვებდა აუცილებლად და არქეოლოგიურმა გათხრებმა ყველაზე უკეთ უნდა დაადასტურონ ეს. დაცული არა ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეგიონი არის ოკუპირებული და აი მაგალითად ერთ-ერთი ისტორიკოსის პასუხი იმაზე რომ გამვლელმა გაიარა და ჩაიწერა რომელიღაც ენაზე, რომელიღაცა ენა არ იყო ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის ენა, იმიტომ რომ 5 წარწერის დაფიქსირება ერთ კონკრეტულ პატარა არეალში მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობით აკეთებდა. არ გამოვრიცხავ ამას. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ არ მომხდარა ამ რეგიონის ეპიგრაფიკული ექსპედიცია აქ არ ჩატარებულა და ამან ეს მაეჭვებს ამაში, რომ აქ აუცილებლად უნდა იყოს დიდი აღმოჩენები, უნდა გაგრძელდეს. მე იმედი მაქვს, რომ დოროთეი დბარი, რომელიც სასულიერო წარმომადგენელი არის და ის უფლის წინაშე არის აუცილებლად პასუხისმგებელი და ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ პირველ რიგში და ვემსახურებით ჩვენი ესე ვთქვათ სულიერი სამყარო იესო ქრისტესთან არის კავშირებული თუ ეს ნამდვილად ასე თვლის თავის თავს, მან არ უნდა მიჩქმალოს ის ისტორია, რომელსაც ქართული ისტორია, ქართული კულტურის იდენტობა ჰქვია. მისი წინაპრები, დბარის წინაპრები თუ ის თვლის რომ იმ რეგიონიდან იყო დბარის წინაპრები ქართულად წერდნენ, ქართულად კითხულობდნენ და ქართულად ლოცულობდნენ. ამის დამადასტურებელი არის აინახვის მონასტერი. და ამ ტიპის სამონასტრო, ესე ვთქვათ, სკრიპტორიუმები ჩვენ რამდენიმე გვაქვს აფხაზეთში. ლიხნის ტაძარი მაგალითად 17-ზე მეტი წარწერა არის აქ დაფიქსირებული. შეუძლებელია ერთ ტაძარზე 17 წარწერა იყოს. აი წებელდის პატარა რეგიონი მაგალითად 7 წარწერა ჩანს წებელდის რეგიონიდან. რაზე მიუთითებს ეს რომ რეგიონის მოსახლეობა რა ენაზე ლოცულობს, რა ენაზე აკეთებს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას. პირდაპირ ძეგლი გესაუბრება შენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც მისი ამგები საუბრობდა. მაგალითად, იგმავე გუდაუთის მუნიციპალიტეტში არის სიქხვას მთაზე აღმოჩენილი არის მონასტერი, ტაძარი. აი ეს ტაძარი ამ ტაძარზე არის 48 წარწერა აღმოჩენილი კრამიტის კალიპტერებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? 48 წარწერას. მართალია მსგავსი წარწერებია, მაგრამ ამ 48 წარწერას ვინ აკეთებს? არა ქართველი? იდენტობას არ აქვს მნიშვნელობა გენეტიკურად ვინ იყო ეს. იდენტობას ქართულ ენაზე აკეთებს ის მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობდა. ქართულ ენაზე ლოცულობს, ქართულ ენაზე კითხულობს და ასე შემდგომ. არის აქა-იქ ბერძნული წარწერები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ქართული. პირდაპირ ძეგლი გესაუბრება, რომელი სამყაროს ნაწილია ის. რომელ კულტურას ეკუთვნის ეს? პირველი ის რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პერკეტები და მინდა გითხრათ რომ თავის დროზე როდესაც ილორის ტაძრის შელახვა მოხდა და იცით რომ მისი ავთენტურობა დღეს დაკარგულია ილორის ტაძრის და იქაც 6 წარწერა იყო ილორის ტაძარზე, აქედან სრულად იკითხებოდა 5 წარწერა და ეს წარწერები დღეს გადათეთრებულია და აღარ არსებობს, მხოლოდ ერთი წარწერა შემდგომ შეთეთრება ჩამოიღეს ცოტა მხედრული წარწერიდან და საერთაშორისო დამკვირვებლებს
ჩაანახეს, ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა მოვითხოვოთ. თუმცა მინდა გითხრათ, რამდენადაც ეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, იქ ჩასვლა ვერ მოხერხდება. მაშინ, როდესაც 2011 წელს იყო ეს ამბავი, 2011 წელს ჩავიდა იქ საერთაშორისო დამკვირვებლები, ოღონდ რუსეთის კომიტეტის და ნახეს, რომ ნამდვილად შეთეთრებული იყო ეს და ანგარიშიც დადეს. მინდა გითხრათ, რომ პატიოსნად დადეს ანგარიში, რომ ნამდვილად შეთეთრებული იყო ეს მეცნიერები არიან და ბუნებრივია არ უღალატეს თავიანთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას. აი მაგალითად მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ელენა ენდოლცევას საქმიანობა ამ კუთხით. მან ნახა ეს ძეგლები ყველა თუ ადრე გამოფენაში იყო დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, დღეს ესენი სადღაც ეს წარწერები იმაში დევს საწყობში ალბათ, რა ვიცი, სადღაც საცავში დებს დანომრილია, კი ბატონო, გამოაქვეყნა ქალბატონმა ელენამ ეს და ჩვენ ვნახეთ, რომ გადარჩენილია ეს წარწერები სეპარატისტულ განწყობას. მაგრამ არის იქ სხვა წარწერები, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, საგდუხ დიოფალის წარწერა არ ვიცით სად არის. მაგალითად ოზბეკ დადიანის მანდატურთუ ხუცესის წარწერა არ ვიცით სად არის და ასე შემდგომ, რომლებიც იმავე დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. და მე მინდა ვთხოვო ჩემს აფხაზ კოლეგებს, გაიხსენონ ვინ იყო იოსებ აძიმბა. ადამიანი, რომელიც ამ წარწერებს სოფელ ეძებდა, კრებდა ქართულ წარწერებს და ბერძნულ წარწერებსაც მათ შორის და თუ დაუშვათ ძეგლიდან იყო მოწყვეტილი ეს წარწერა, მოქონდა სოხუმში და სოხუმის იქ დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახავდა. მიბაძონ იოსებ აძიმბას, რომლის 120 წლის იუბილეს სხვათა შორის ჩვენც გადავიხადეთ აქ. მე არ ვიცი სოხუმში გადაიხადეს თუ არა, მაგრამ ჩვენ მას პატივს ვცემთ და მას სტატიაც კი მიუძღვენით ცალკე როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ღირსეულ კომაკს და დამცავს. ჩვენ აუცილებლად პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც აი ესე აი მოკლედ ხუთი ბღაჟბას, რომელმაც აფხაზეთში დამწერლობის ისტორიის პირველი მკვლევარი არის, ხო? 1967 წელს გამოაქვეყნა, მას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ცალკე ნაშრომი მიუძღვენით ჩვენ. თუმცა თავი შევიკავეთ მაინც მაგალითად როგორ ებრძოდნენ ხუთი ბღაჟბას სეპარატისტულად, მაშინ 60-იან წლებში სეპარატისტულად განწყობილი ზოგიერთი მეცნიერები. და არა მეცნიერებიც. რა შემიძლია ვთქვა, ის რომ ეს ექსპედიცია ნამდვილად უკანონოა იმდენად, რამდენადაც უკანონოდ არის ოკუპირებული რეგიონი, საქართველოს საერთაშორისო იურისდიქცია იქ ვერ ხორციელდება და საერთაშორისო დამკვირვებლებიც პირდაპირ ვერ შედიან, შეიძლება ესე ვთქვათ პოლიტიკური ისინი რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩადიოდნენ, მაგრამ აი ამ ძეგლზე ალბათ არ მიიყვანენ, იმიტომ რომ უნდათ რომ რაღაც თავიანთი ნარატივი შექმნან, ახალი ნარატივი. ეს ნარატივი უხერხულობას, უბრალოდ ძალიან დიდ უხერხულობას იქმნის. აი იყო ერთი რუსი სასულიერო მოღვაწე და ესე ვთქვათ ამ მიმართულებით პროფესორი, სასულიერო მიმართულებით, რომელიც ცხოვრობდა 2 წელი აფხაზეთში. და როდესაც ის წავიდა აფხაზეთიდან, მან თქვა, რომ მე ვერ ვხედავ სულიერ კავშირს თანამედროვე აფხაზებსა და იმ კულტურის ძეგლებს შორის, რომელიც აფხაზეთში დგას. სულიერ კავშირს ვერ ვხედავ მათ შორისო. და მე მინდა ეროთეიდბარს ვთხოვო, რომ ეს კავშირი, რომელიც არსებობს ქართულ სამყაროსა და აი ამ კულტურულ ძეგლებს შორის ამ კავშირს ნუ გაწყვეტს, იმიტომ რომ ეს არის თუ ის ფიქრობს, რომ მისი ფესვები იქ არის, ეს არის მისი ფესვები.